საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლები და რადიო მსმენელები. დღეს ორშაბათია და პირველად გავდივართ ეთერში ორშაბათს. პირველად გადის გადაცემა კრიტიკული აზრი, მაგრამ ობიექტივმა ეს დრო გამოგვიყო და უკვე ბადეში ჩაჯდა. ანუ იმედი მაქვს, რომ აღარ შეიცვლება დღე და ჩვენ ვიქნებით ეთერში ორშაბათს 8:30-დან 10:30-მდე, ანუ ორი ნაწილი გვექნება ორშაბათს და ხუთშაბათს გეგმიურად 6:30-ზე. ეხლა მე მინდა დავიწყო პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის ორ ნაწილიან გადაცემას წავიყვან მე, გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯო. პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო აჭარაში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით დაღუპული ბავშვების ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია და საუბარი ზედმეტი ამაზე. იმედი მაქვს უბრალოდ, რომ ამ ამბის პოლიტიზირება არ მოხდება. არც ჩვენ ბუნებრივი არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ვინმე დაგვირეკოს და პოლიტიზირება მოახდინოს ამ ამბის და იმედი მაქვს, რომ სხვებიც ანალოგიურად მოიქცევიან და ასეთი ტრაგედიის პოლიტიზირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბატონო გოჩა. მოგესალმებით, მეც ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეც უერთდები გიორგის იმ სამძიმარს და მართლაც ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხო რატო ვამბობთ, რომ ამის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს? იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ერთ რამეს, რომ ხიდები არ დავწვათ და ნებისმიერ საკითხზე შეიძლება თქვათ მწვავედ დაპირისპირება, როდესაც ბევრია ისეთი საკითხები, პოლიტიკური საკითხები და არის ტრაგედიები, რომლებმაც ხანდახან უნდა გაგვერთიანოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისგებლობას ვინმეს, თქვათ ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ყველაფერი როცა ხდება და ეს არ ხდება პირველად, ეს არ არის შემთხვევითობა, შეიძლება ყველგან მოხდეს, ხო? მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ აი დალაგებულ ქვეყნებშიც კი ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხისგებლობის საკითხიც დგას ხოლმე, ვინმეს რამე ხომ არ გაეპარა, რაღაცა ისე ხომ არა, ჩვენთან გახშირდეს, იმას ნიშნავს, ბევრი პრობლემა გვაქვს. და ამ პრობლემებზე გვინდა სწორედ ალბათ ვისაუბროთ დღეს, ალბათ პირველ ნაწილში ის რაც თითქმის რო ავიღოთ, ხო, განაახალი რამე ხდება. ხო, თითქოს მთელი კასკადი მიდის, მთელი რიგი შეცდომებისა დაშვებული და კასკადი როგორც ერთი მხარე, მე ამ შემთხვევაში საქართველოს მაქვს ხედველობაში, როგორც ერთი მხარე გინდათ ხელისუფლების და როგორც მეორე მხარე ოპოზიციისა, რომელიც გამოსავალი არ არის, კრიზისი არის საშინელ მდგომარეობაში შესული. აი ამაზე ალბათ უნდა ვისაუბროთ და მოვახერხოთ, რომ ის ნაწილი, რომელიც ვფიქრობთ, საღათ ვაზროვნებთ, ჩვენ თავს ესე ვთვლით, რომ საღათ ვაზროვნებთ, რომ აი აქედან რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა შეიძლება იყოს მოძებნელი, იმიტომ რომ ბარემ გავაგრძელებ გიორგი შენს ნებართვით, თვითონ ოცნების დათვლით 40% ქვეყანაში გვყავს პროამერიკული, ხო, პროდასავლური, ასე ვთქვათ, ელექტორატი. ეს არის აშკარად პროდასავლური ელექტორატი, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში, იმ დაძაბულობაში, რომელიც იყო წინა საარჩევნოდ, ყოველ შემთხვევაში ეს ოცნებამ ასე მოგვაწოდა. ოღონდ დანარჩენ 60%-ს ხო, გიჩნდება კითხვები, რომ აი კი, მაგრამ აი როგორ განვითარდება მერე ყველაფერი. კრიზისი ესეა. შენივე დათვლით როგორც აგაკ, 40% ფაქტიურად მტერია. 40% იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება შენნაირად არაზრუნებენ, ნიშნავს, რომ მტრები არიან და ეს ადამიანები ჩვენ გქონდა დამოკიდებულება, კარგად იცით, რომ სამართლიანობის აღდგენას ვითხოვდით, გქონდა პირდაპირ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გიორგი ლომიას ფრაქცია იყო და მაშინაც თანაგუნდელები ვიყავით, ბევრ რაღაცაში საერთო ბლოკში ვღებულობდით მონაწილეობას და ფრაქციას და მეც ხელი მოწერილი მქონდა იმაზე, რომ სასამართლოს როცა ვითხოვდით. და დღეს ის 40% გახდა შეიძლება ითქვას ერთადერთი მეხამრედი იმისა, რომ ხელისუფლებაში არსებული მთელი რიგი პრობლემები გადაფარული იყოს სწორედ იმით, რომ 40% რევანშს ითხოვს. და შიში იმისა, რომ მართლაც ეს კიდევ არ მოხდეს და საბოლოო ჯამში მთელი ყურადღება გადატანილია ტრამპი პუტინის შეხვედრაზე, რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ ყველა ვხვდებით ამას, რომ საგარეო ბედი დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება განსაზღვრელი ფაქტორიც არის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ესე როგორ წავიყვანეთ საქმე, რომ იმაზეა მარტო დამოკიდებული. არ არის ეგ ეგრე. ყველაზე განვითარებული ქვეყნების, დავარცხილი ქვეყნების ბედიც კი იმაზეა დამოკიდებული. ეს მოცემულობა. ოღონდ როგორ ხვდებით?
ის დავარცხილი ქვეყნებს რო ვეძახით ისინი როგორ ხვდებიან როგორი ეკონომიკით შიგნით როგორ აქვთ მაშინ რა ქვია მდგომარეობა საზოგადოება როგორ ერთიმად შეკრული შეძლებს თუ არა კრიზისის გადატანას ასე ხვდებიან თუ ისე ხვდებიან როგორ ჩვენ ხვდებით როცა 40% მტერია და როცა დაძაბულობა არის ისეთი რომ აი ის ორიც რომ დაждდება მაგრამ ერთ იმას თუ შეიძლება გიორგი აი რომ დაждდება და ფასეულობები ერთი რასაც ეჭიდება ქართული ოცნება რომ ფასეულობათა ერთობამ შეიძლება გადამარჩინოსო ფასეულობათა ერთობა გავიგე არის ქვეყნები სადაც ალბათ ესე შეხედავენ პრაგმატულები არიან ორივე პუტინიც და ტრამპიც ზედმეტად პრაგმატულები ხანდახან ხო ბევრ ამაში და ორივენი რასაკვირველია იტყვიან კი ბატონო შეიძლება მოგწონს იმით რომ ფასეულობით თქვა ჩვენსავით აზროვნებს მაგრამ დანარჩენს კითხულობ ისინი მნიშვნელობას არ აქცევენ ან ერთი ან მეორე ტრამპი პირდაპირ ებრძვის USAID-ს რატო ხო დავით არხანმოურამმა ილაპარაკა სხვათა შორის ამაზე კარგი ანალიზი იყო დაპირისპირებული იყო პირადად მასთან ამ შემთხვევაში პიროვნებასთან კი არა იმ პოლიტიკასთან რომელ პოლიტიკასაც ამერიკის შეერთებული შტატები ესე თulis ის უნდა ატარებდეს და რა არის რომ 6 მილიარდი ავღანეთში ემანსიპაციაზე არ უნდა იხარჯებოდეს რას ნიშნავს ხო USAID ნიშნავდა რომ ის რასაც სამხედრო ძალით შენ გავლენას ასე ვთქვათ ცდილობ კონდეს თავი დაიცვა ან გააძლიერო და მეორე არსებობს პოლიტიკაში ჩადებული ფულით რომ კეთილგანწყობა ყოფილიყო ამერიკის და ის 6 მილიარდი კეთილგანწყობაზე მუშაობდა ამერიკის ავღანეთში ან საქართველოში ბევრ ამაში ამის მოთხოვნაზეა ლაპარაკი თუ ამას ითხოვენ ის ადამიანები ყველაფერს ყურადღებას აქცევენ კი შეიძლება რომელიმე ქვეყანაში დაუშვან და თქვან რომ ხა სხვა არავინ არ არის და იყოს აბა ჩვენაერი ფასეულობა მაინც აქვს მაგრამ იყოს რა იმიტომ სხვა და ჩვენ სხვა არავინ არ არისზე ერთადერთი რაც არის ივანიშვილი გვეუბნება რომ არის ნაცმოძრაობა და მე მინდა დანარჩენი ისეთი საქართველოს სადაც ელემენტარულად სასამართლო სადაც ნებისმიერ ადამიანს იმიტომ რომ თუ კი შეიძლება ერთზე მეორეზე მესამეზე შეიძლება ჩაუდო კოკაინი და დაიჭირო დაცული არ არის ადამიანი ეს არ ხდებოდა მაგრამ საბჭოთა კავშირიდან ჩვენ რატომ ცდილობდით გამოსვლას და რატო გვინდოდა სუვერენიტეტი რომ საბჭოთა კავშირზე უკეთესი სოციალური 30 წელს განმავლობაში როგორ ვერ მოახერხეთ რომ ადამიანი დაცული იყოს სოციალური პოლიტიკა ვერ შევიმუშავეთ რომ საბჭოთა კავშირი ენატრება ადამიანების დიდ ნაწილს იმიტომ რომ სოციალურად დაცული იყო ეს საშინელებები არ ხდებოდა და ეს ვერ შევძელით ვერ გავაკეთეთ 30 წელს მანძილზე და ამიტომ როგორიც არის რა ისეთი იყოს ეს ერთი იყო მეორე იყო მესამე სად ვართ ხო ანუ ისეთი უნდა მოიძებნოს და ისინი ასე შეხედავენ ის მეორეც არ უყურებს ეგრე რა იმაზეა პუტინზე ლაპარაკი რომ ოღონდ ჩემი ფასეულობების იყოს და როგორიც უნდა ისეთი იყოს არ არის ეგრე არც იქ არ არის ეგრე ანუ ჩვენ რითი ვხვდებით და ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენ გვინდა გიორგი ისეთი მართველი რომელსაც 40% მტრად განიხილავს და იმის შიში უნდა კონდეს რომ იმათმა რომ გაიმარჯვო რაცხადებენ რომ რევანში იქნებაო და მომხრეებსაც კიო კაცო იმათ კი არაო მარტო არ გვინდა ესეთი საქართველო ხო ნამდვილად არ გვინდა და ზუსტად აქ მინდა დავამატო გოჩა ჩვენ საუბრობთ რაზე აიო დააკვირდი 40% ჩვენი მოსახლეობის ამათ ოცნების დათვლით ხო 40% ეუბნება რომ შენ მე არ მინდიხარ საერთოდ ამათი დათვლით თორემ მე გეუბნები რომ მეტი ამბობს ამას მაგრამ ჩვენი დათვლით და ეს დათვლა მოხდა ჩვენ გავაკეთეთ გამოკითხვა გახსოვს შენ 1.200.000 ადამიანი გამოვკითხეთ და რის თქმა მინდა რომ იქ 700.000 ადამიანი ამბობს რომ 700.000-დან რომელიც ხმოვანი ჩანაწერი გვაქვს და ისე ზოგადად 1.200.000 ხო ადამიანიდან 70% ამბობს რომ მას უნდა ევროპასთან ურთიერთობა მაგრამ იმ 70%-ში ანალოგიურად ხალხი ამბობს რომ ჩვენ რუსეთთანაც გვინდა ურთიერთობა ეს ნორმალურია ასე ეს ფაქტობრივი მასალა გვიდევს ამიტომ დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ის 40% ამათი დათვლით ოცნების დათვლით 40% რომელიც ამბობს რომ ჩვენ პროდასავლური ძალა ვარ და გვინდა დასავლეთთან ურთიერთობა ეს იმას არ ნიშნავს რომ იგივე ისევ ამათი სულ გვიწევს ამათი დათო რომ ადამიანები არ შეცდომაში არ შევიყვანოთ ხო და როდესაც საუბარი მიდის იმაზე რომ 40% ამბობს რომ ჩვენ პროდასავლური ძალა ვართ აქ დააკვირდი რომ 60%-ში არის მინიმუმ მე შენ გარწმუნებ მინიმუმ 50% რომელიც ან 20 ამ 60-დან 30% მინიმუმ ამბობს რომ მეც მინდა ურთიერთობა ევროპასთან მაგრამ ბუნებრივია რუსეთთან კი რუსეთთანაც მინდა ანუ
გლობალურად რომ დავთვალოთ და გლობალური დათვა რომ გავაკეთოთ, უკვე 40 + 30, 70%, რომელსაც უნდა ევროპასთან ურთიერთობა, უბრალოდ რის ხარჯზე. ერთი ამბობს, რომ უპირობოდ გვინდა, რაღაც ნაწილი არის, რომელიც ეუბნება, რომ სულ ერთია, რის ხარჯზეც არ უნდა იყოს, რას ვთმობთ, რას არ ვთმობთ გვინდა და მეორე ამბობს, არა, მე მინდა, აი მაგალითად ჩვენ, ხო? მეც ვამბობ, მინდა ურთიერთობა ევროპასთან, შენს გინდა ურთიერთობა ევროპასთან, მაგრამ რის დათმობა გვიწევს. თუ ისეთი რამის დათმობა მიწევს, რაც არ მიიღებს, რაც ეხება, კი ბატონო, რაც ეხება ჩემს ისტორიულ ტრადიციებს, კულტურულ ტრადიციებს, ხო, ანუ ჩემს ადაც იმ ღირებულებას, რომელიც ჩემთვის ფასეულია, მე ამას არ დავთმობ. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ისეთ რამეზე, რასაც ქვია მაგალითად კანონების რეფორმები, ხო, ანუ რეფორმა ასევე სასამართლო სისტემაში. ამას ჩვენ ვითხოვთ ამას. აი, რაზედაც ისაუბრი, ხო, ჩვენ არ გვინდა სახელმწიფო, სადაც მუდმივად არის დაპირისპირებული ორი რაღაც კლანი, მოდი კლანი დავარქვათ. ორი კლანი. და ხან ერთი იმართებს, ეს ხო ის პერიოდი არ არის ისტორიული პერიოდი, სადაც მაგალითად ერთი მეფის ორი შვილი ერთმანეთს ებრძოდა, ხო? უკეთესი ვარიანტი შეგვიძლია თუ არა, რატომ თავაზობთ საზოგადოებას ასეთ მოდელს? რა თქმა უნდა, ან რატომ უნდა გვითხრას ვიღაცამ, კი, მაგრამ ხო არსებობდა ეს, ბიჭო, რო არსებობდა უკეთესი მინდა დღეს. 20 შეიძლება დღესაც არსებობს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ იმაზე რატომ უნდა გავაკეთო აქცენტი, როცა მე შემიძლია ახალი და კარგი შევქმნა. და ახალი და კარგი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჯერთი მრავალპოლარული პოლიტიკური სპექტრი, ეგ ერთი და მეორედ არავითარ შემთხვევაში ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს 12 წლით და მით უმეტეს 16 წლით ქვეყნის სადავეები. იმიტომ რომ რა სადამდე მივედით, ყველანი კარგად ვხედავთ. მე არ ვამბობ, რომ ოცნება უნდა გაქრეს, ბუნებრივია, რომ მას მომხრეები ეყოლება და ბუნებრივია უნდა დარჩეს კიდევ ბევრი მომხრე ყავს და ეყოლება ალბათ ბევრი მომხრე და დარჩება, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ძალები უნდა იყვნენ უმრავლესობაში, რომლებიც იდეოლოგიურად არ გაყიდიან, ჯერტი არ შეცვლიან თავიანთ გეს პოლიტიკურ გეს და არ გაყიდიან ქვეყანას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა ამ ფულს უხდის ან რაღაცას პირდება, როგორც ეს ხდება ხოლმე პოლიტიკურ სპექტრში. და ასეთი ძალები უნდა მოვიყვანოთ. გასაგებია, რომ არსებობს ერთი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ყველაფერზე ხელს აწერს, ოღონდაც დასავლეთმა თავზე ხელი გადაუსვას, მაგრამ ვარსებობთ ჩვენ, ვარსებობს კიდე სხვა ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არა, მეგობრებო, ჩვენ გვინდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ გააჩნიე რის ხარჯზე, რა უნდა დავთმოთ, ან რას გვთავაზობთ. აი ეს ყველაფერი დავწუნოთ, ვისაუბროთ, მე ვივაჭროთ და ამის მაგალითს ტრამპი და პუტინი პირდაპირ გვაძლევენ. ხო, ანუ ისინიც ხო, რასაც ახლა გიორგი ამბობდა, ისინიც ხო სინამდვილეში თავთავისი კოზირებით ჯდებიან სალაპარაკო მაგიდასთან და იწყებენ პოლიტიკურ ვაჭრობას. სხვათა შორის, ამ სიტყვა პოლიტიკურ ვაჭრობას ახლა ჩვენ უფრო დელიკატური და პოლიტიკური ფორმით ვამბობთ, თორე ტრამპი პირდაპირ იძახის, ხო, რა სარგებელი მექნება, ანუ პირდაპირ ვაჭრობაა, ხო? ასეთი ერთ-ერთი მექანიზმი პოლიტიკურ ურთიერთობის, ხო, ამაზე დგას, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დიპლომატია და ურთიერთობა. ჩვენ რით ვჯდებით? ეს გვტკივა მე და გიორგის. იმ მაგიდასთან როცა დაჯდება ჩვენი პირველი პირი, რომელმაც წარმოადგენს საქართველოს, ის როგორ ჯდება? და 40% ყავს მოწინააღმდეგე მტერი, რომელსაც მისი ყოფნა არ უნდა და ის ორი ადამიანი უყურებს. თუ ერთი დაუჭერს მხარს, ვიღაცა მარტივად ფიქრობს ესე. თუ ერთი დაუჭერს მხარს, ის 40% გახდება ის, ვინც მხარს დაუჭერს. და თუ ორივემ დაუჭირა მოღალატე, იმიტომ რომ როგორ გაცო ჩემს ფასეულობებს, ღირებულებებს, თელამ ყველაფერს შენ ადექი და იმ ხელისუფლებას ხარ დაუჭირე, იმიტომ რომ ამისი მაგალითები აქვს სულ. ხო, ჩვენ რატო ვაწინააღმდეგებოდით და რატო ვამბობდით ხოლმე რომ დასავლეთი ხანდახან პირფერობდა? იმიტომ რომ მეტნაკლები სახელმწიფოს ასე ვთქვათ იმიჯით, კი ბატონო, არ ჩატარდა არჩევნები მთლად კარგად, მაგრამ ნუ გაყალბდა, მაგრამ არა უშავს და ამ ხელისუფლებებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსაც არ ღვევდა, რომელიც იმ დონეზე იყო, რომ იქ ჩატანილი რონახეს გაგიჟდნენ, ხო, რომ ამას აკეთებდა, ხო? აი ამის ასეთი ფორმით ისინი თვითონვე შეცვალეს და ნახეს, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მე არ მინდა ასეთი ტიპის სახელმწიფოში ყოფნა. და ის რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ეს მადლობა ამისთვის, ვაფასებთ მას, რომ მან ეს ყველა ქართველთან ერთად, მან მარტო ეს რასაკვირველია ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ ყველანი ვედექით გვერდზე და შევძელით, მაშინ და გავაკეთეთ. და დღეს რა კარტებით ჯდება?
ის ამერიკელი ხო იფიქრებს შენ რომ ხარე დაგიჭირო მე ის 40% ხომ ეთქვის რომ მოღალატე ვარ და მე პუტინისთვისაც რა 60% იქნება მისი რო არ იქნება მისთვის იმიტომ რომ იქაც არის სახელმწიფოები რომლებშიც კიდევ ამბობ შეიძლება დემოკრატია პუტინის რუსეთში არ არის ისეთი ფორმის როგორიც უნდა იყოს დასავლეთს როგორიც სურს ხო მსოფლიოში ესეთი იყოს არ არის ამ ფორმის მაგრამ მისი სტანდარტები ბევრ ქვეყანაზე მაღლა დგას ხო მე არ მინდა უბრალოდ იმ სტანდარტებზე ვიყო როცა საშუალება მაქვს დასავლურ სტანდარტებზე ვიყო და არც არავინ არ მთხოვს იმ სტანდარტზე ყოფნას არც რუსეთი არ ამთხოვს სხვათაშორის მას თავისი ასე ვთქვათ აქვს ის პირობები რომელი პირობებით შენ უნდა გაითვალისწინო ასე აიგება მსოფლიოში ურთიერთობები და აქედან გამომდინარე რა კარტებით ვჯდებით იქ რა სისუსტეები გვაქვს იმის მაგვირად რომ შეკრული ვიყოთ ჩამოყალიბებულად ვიყოთ რომ კომპრომისი იყოს ხო აი ჩვენ ხომ ამას გეუბნებით რომ მოვძებნოთ კომპრომისი ერთი მხარე და მეორე მხარე როცა ორ მხარეს ხედავთ უკვე ნიშნავს იმას რომ მესამე მეოთხეს დანახვა შეგიძლია ხანდახან ხო მაგრამ მინიმუმ 3 ხო ვართ დავალაგოთ რა არ შეიძლება ერთი ამბობს უკვე ემუქრება რომ მოვალ მე ნახე რას გიზავ ხო მაგია რო არ გვინდა არც ერთი და არც მეორეს ესენი ერთმანეთს რას უზავენ ეხლა 12 წლის მე 14 წლის მე ამბობს ეხლა დავიჭერო იმას გეუბნება ეხლაც მაგაზე თამაშობს რომ ეხლა დავიჭერ იმას გავასამართლებ როცა ვეუბნებოდით და როცა დრო იყო მაშინ არაო ეხლა დადგა ჩემთვის მე ესე ჩავთვალეო არ შეიძლება კიდევ ამ რაც არ უნდა დიდი პატევისცემის მიუხედავად ვისაც მოგწონთ ან სხვა გამოსავალი რო არ არის ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ვისაც ჯერ კიდევ რა დაფიქრდით ამაზე ჩვენ იმის მერე როდესაც მათ გაანადგურებენ 40%-ია ლაპარაკი, კაცო, ჩვენი შვილებზე, რომლებიც დიდი ნაწილი გაიქცევა აქედან. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, დიდი ნაწილი გაიქცევა ჩვენ შვილებს, ცუდებს, კარგებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ შვილებს კარგავთ. თან მივტირი ვართ, ფერეიდანში რო ქართველები არიან, მივტირი ვართ, ამა თუ კარგავთ, კაცო. ამიტომ რაღაცა მოსაფიქრებელია, რა თავი დაანები ამერიკელი რას ფიქრობს და რუსი რას ფიქრობს. ჩვენ თვითონ რას ვფიქრობთ და ამათთანაც ალაპარაკოა, რომ ცოტა დაწყნარდით რა, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, არა. ესენი ჩვენები არიან რა. იმიტომ რომ შედენი ყველა პოლიციელი გასაგდები არ შეიძლება ესე მიდგომა ყველა მოსამართლე გასაგდები არ შეიძლება ესე მიდგომა ყველა ვინც მომხრეებსაც კი იცით რას გიზავთ ვიღაც ამბობს და კარგით ხალხო არ ფიქრობს თან დიდი ნაწილი ესე კაცო იმ 40%-ში არ ფიქრობს ვერთხელ დაიფაროს სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში გვახსოვს ხო ის პერიოდი მან გაყარა ყველა პოლიციელი გვახსოვს ჩვენ და ახლიდან შექმნა პოლიციელების ანუ ის სისტემა რომელიც კონკრეტულად ემსახურებოდა ნაცმოძრაობას ყველას გვახსოვს ხო ანუ როდესაც პოლიციელები მარშით მიდიოდნენ რუსთაველს და ყვიროდნენ მიშა მაგარია ანუ ჩვენ არც პოლიციური სახელმწიფო გვინდა არც ყველას გაყრა არ გვინდა თუ კონკრეტულად შემჩნეული ადამიანი რო ეხლა დანაშაულის ჩამდენის თავმოყრი არა თავმოჭრილი მონა ისა ყურმოჭრილი მონა ადამიანი და უნდა ოღონდაც ვიღაცას ესეთი პოლიციელი მე საერთოდ რა ვიცი თავის ღირსება არ ამგონია რომ ასეთი პოლიციელი უნდა არსებობდეს და თუ ესეთი არის იმას გააგდებენ მაგრამ პოლიციელი რომელიც კონკრეტულ ბრძანებებს ასრულებს და პოლიციელი ვალდებულია და სამხედროც რომ ბრძანება შეასრულოს ბევრჯერ ყოფილა რომ უკანონო ბრძანება ჩვენ რომ ვამბობთ რომ უკანონო ბრძანება იმ პოლიციელმა არ იცის იმ მომენტში უკანონოა თუ არა მაგრამ თუ გადაჭარბება ხდება მისი მხრიდან მან უკვე იცის დაარღვია კანონი თუ არ დაარღვია და ვინც არ ღვევს კანონს ეს პოლიციელი იქნება მოქალაქე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბუნებრივია იმან უნდა აგოს პასუხი მაგრამ ის რომ რადგან პოლიციელი დღეს ემსახურება ქართულ ოცნებას ყველანი უნდა გავყაროთ თქვა ეს არის აბსურდი ყველა არ ემსახურება ქართულ ოცნებას უმრავლესობა პოლიციელებს ემსახურება საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს და ის მათი ვალია ამიტომ რასაკვირველია ახლა ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვები და ფრაზები ეს ყველაფერი სორს ამბობს გოჩა რომ ეს ყველაფერი საერთოდ დაუშვებელია ჩვენ უნდა მოვიფიქროთ სად რომელ მაგიდასთან დავჯდეთ როგორ დავიწყოთ დიალოგი და არა ის რომ მე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში დავიჭერთ დღეს ოპოზიციას ან ოპოზიცია ყვირის რომ ჩვენ რო გავიმარჯვებთ მე ყველას დაგიჭერთ თქვენ ეს არის საერთოდ ახალი ომი ასე ვთქვათ ჯერ ცივი ომი და მე გადაიზრდება ცხელ ომში და ეს საქართველოს არაფერს სიკეთეს არ მოუტანს ჩვენ უნდა გვესმოდეს დღეს რომ ხვალ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგეთ ზარია ეთერში შემოუშვით ისაუბრეთ ბოდიშით რომ galudinეთ ისაუბრეთ სალამი მედმამშვიდობა გიქნათ ყველას საქართველოს თქვენი სახით გაიხარეთ
ახლა თქვენ საუბარსაც ვისმენდი და იმიტომ დავრეკე. ნამდვილად ახლა ბევრ რამეში კონკრეტულად უნდა დაგეთანხმოთ. არ შეიძლება ასე გაყოფილი საქართველო იყვეს და მომავალი თაობა იჭაჭრებოდეს შით. აი ვიღაცის დაფინანსებით. ნამდვილად ეს აზრი თქვენი კონკრეტული აზრზე ლაპარაკი საუბარი მე მომეწონა. ამდენი სახელმწიფო რომ გვიქადის რომ ისინი არ არიან მართლები, აგენია მართლები, მართალია რას მოგვიტანს ამდენი სახელმწიფო თუ რუსეთმა ჩვენ მონები გავხადა. მე ომის შემდეგ დაბადებული ვარ და ნამდვილად სკოლის დამთავრების შემდეგ მონად არ მიგვძნია თავი. დღეს ვარ მონა. მე ყველაფერს ვითმენ. ხშირიც დავწვე, შეიძლება მინდა მომავალ თაობას კონდეს შვიდობა. მეტი მე არ მაინტერესებს. წუხვარ ძალიან და ბევრი ყველა ასე სამეზობლოა თუ საახლობლოა ყველა წუხს მომავალ თაობაზე ბავშვები რომ იღუპება. იქ დამდგარი და რა დღეში არიან. ძალიან თუ კანონი მაგაზი არ დადგა, არაფრით საქართველოს ბერძი არ დადგება. არავის მე მგონია არ ვარ თლა ისე, მაგრამ ახლა მეც ღელა ვარ, უფლება არავის არ აქვს ჩვენ კანონში ჩაერიოს. და ახლა რო გვეძახიან რომ ხელახალი არჩევნებიო. არა საჭირო ხელახალი არჩევნების თუ გაიმარჯვა და გვიმტკიცებდნენ რომ სამართლიანი არჩევნები იყო, ცოტა დარღვევა იყო, ცოტა დარღვევა. რამდენი წელი ვიყავი მე კომისიაში არჩევნებში, მაგრამ ცოტა რაღაცა ხარვეზები ყოველთვის იყო. მაგრამ ნურავის ნუ დავიწყდება დღეს მე მთავარ არხზე ვაყურე რა გადაცემა მიდიოდა 2003 წლიდან 2008 წლამდე. რაც აკეთებდა მაგათი ხელმძღვანელად ვისაც თვლიან და დღეს ის კი არ უნდა იყოს იმაში რა ქვია დასასწორებელ იმაში სტახში ის უნდა იყოს ნამდვილად გასამართლებული რაც ეკუთვნის იმ დღიდან რასაც აკეთებდა საქართველოს მოსახლეობისა. მადლობა ზარისთვის. მაყურებელს ყველა მაყურებელს აქვს უფლება დაგვირეკოს და გამოთქვას თავისი აზრი. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ეხლა კონკრეტულად ამ ზართან დაკავშირებით არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. ამიტომ თუ ჩვენი აზრი რამეში არ ემთხოვა ერთმანეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ან თქვენ ხართ ცუდები, ან ჩვენ ვართ ცუდები, ეს მხოლოდ და მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა და ეს კარგია და უნდა იყოს კიდევაც. უბრალოდ ჩვენ უნდა მოვძებნოთ რამე საერთო შეხების წერტილი, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია უკვე ერთად დავიწყოთ სიარული, როგორც პოლიტიკაში, ასევე პირად ურთიერთობებშიც. დღევანდელი ეპიზოდი მინდა კიდევ ვახსენო ეს გახარიას რო დახვდნენ აეროპორტში. გახარია შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას აფანატებს, ვიღაცა პირიქით აგინებს და ლანძღავს და ასე შემდეგ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს შემდეგ რამეს. საქართველოში არ უნდა არსებობდეს ორმაგი და სამაგი სტანდარტები. თუ კი შენ შეგიძლია აქციაზე ამოიცნო ღამე შენი ღბული, როცა აწეული აქვს რაღაცის ბენდენები და რაღაცები ამოიცნო, აქციაში მონაწილე პირი და დაიჭირო, ესე იგი შენ შეგიძლია ამოიცნო ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ გახარიაზე თავდასხმაში, ასე ვთქვათ, კვერცხები რო ესროლეს, ამოიცნო და დასაჯო. მაგრამ შენ თუ ამას არ აკეთებ, ბუნებრივია უკვე ეს შენ გეწერება, რომ ეს შენი მიგზავნილი ხალხი იყო, სულ რო შენი არ იყოს, სულ რო ოცნების მიგზავნილი არ იყოს, შენ თუ რეაგირებას არ აძლევ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ეს გაწყობს, როგორც მინიმუმ გაწყობს და ამაზე თვალს ხუჭავ. ეგ არის როგორც მინიმუმ. როგორც მაქსიმუმ, როგორც თქვი, შენი მიგზავნილი არის ეს ხალხი. არ უნდა იყოს სახელმწიფოში. თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ეს რაღაცა. ტიტუშკებს უგზავნიდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს სხვადასხვა აქციებზე აგზავნიდა ამ ტიტუშკებს და ისინიც მან პროვოკაციებს გვახსოვს ჩვენ ხო ანუ გუჩა პროვოკაციებს ჩადიოდნენ. არ მოგწონდა ჩვენ. ეხლა შენ თუ არ მოგწონს გახარია, არ უნდა გიხაროდეს რომ მისი მისამართით ანალოგიურად იქცევა ეს ხელისუფლება როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება გვექცეოდა თქვა ჩვენ.
მე მაგალითად არ გამეხარდება. მე იმიტომ კი არ ვებრძოდი სააკაშვილს, რომ კონკრეტულად მე დამიშავა რამე და ან ჩემს ახლობელ ადამიანს, არა. მე კონკრეტული მისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები არ მომწონდა საზოგადოების მიმართ. აი დარბევები, იგივე პოლიციელები რო ყვიროდნენ რომ მიშა მაგარი, ანუ პოლიტიზირებული პოლიცია, პოლიტიზირებული სასამართლოები არ მოგწონდა და თუ კი შეიცვალა ის რეჟიმი და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა და მე იგივე ნიშნებს ვხედავ ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის დროს, ბუნებრივია რომ ყოველთვის პროტესტის გრძნობა და მეუფლება და გამოვთქვა ამ პროტესტს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არა აქვს მნიშვნელობა. შენი პოლიტიკური ოპონენტი, ვინც არ უნდა იყოს, მოგწონს არ მოგწონს, უნდა მოექცე ისე, როგორც ისურვებდი, რომ შენს მიმართ მოქცეულიყო ის და მე არ მგონია, რომ ვინმე სურვილი ექნებოდა, რომ ჩამოფრინდეს აეროპორტში და მას კვერცხი დაუშინონ. არავის სხვა ამის სურვილი არ ექნებოდა. ამიტომ მოდით სხვებსაც ისე მოექცეთ, როგორც გვინდა, რომ ჩვენც მოგვექცენ. სწორედ ერთსაც ვიტყოდი, ორი ზარია უკვე და უბრალოდ არ დავამატებდი შენს ნათქვამს და გავამაგრებდი იმით, რომ რა არის, ცივილიზებული ადამიანების საზოგადოება განსხვავდება არაცივილიზებულისგან რითი, რომ ჩვენ უფლებას ვაძლევთ განსხვავებული აზრი არსებობდეს. ესაა ყველაზე მთავარი, ისევე როგორც ისინი გვაძლევენ უფლებას განსხვავებული აზრი გქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს უმცირესობაში ვარ, უმრავლესობაში ვარ. განსხვავებული შეიძლება ჩემს რა მნიშვნელობა აქვს უმრავლესობაში ვარ თუ უმცირესობაში, ჩემს აგრესიულ ქმედებას, მაშინ შეიძლება იმის მხრიდანაც მოყვეს აგრესიული ქმედება და მაშინ იძაბება სიტუაცია. ამას გავურბივართ. აი ქალბატონი ამბობდა წინა გამომსვლელი კითხვა ვინც დასვა და ფაქტურად თავისი აზრიც გამოხატა. რეალურად ჩვენ გავიგეთ რომ ის ბავშვები, თქვათ, შეცდენილია უკეთეს შემთხვევაში ასე ამბობენ ხოლმე, რომ ასეთები არიან. სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ, თქვათ. იმ მიშასთან დამოკიდებულებაც კიდევ ამბობ, ასეთი არსებობს და არის, მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით? მისი განსხვავებული აზროვნების გამო ხომ არ შეიძლება თვითონ მიშამ რამ გააკეთა, ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ უნდა ისჯებოდეს კანონით და კანონი უნდა იყოს ყველათის საყოველთაო. ნაცებისთვის კანონი არ გამოდის. კანონი, რომელიც აი ახლა რომ გამოვიდა და აზრის გამო ხატვაზე ადამიანებს იჭერს. დღეს ვიღაცას უხარია, რომ ესენი დასაჭერი არიან. აი კანონმა უნდა 500-იანი ლარით მასკერით დაატყოვეთ რა და აჯარიმეთ ხო ადამიანი. ხვალ რომ ჩვენ მოგვიწიოს, კაი ისინი აღარ იქნებიან. და მე ხვალ ჩვენ მოგვიწევს გამოსვლა და რაღაცის თქმა, რომ კრიტიკული აზრი გამოთქვა და ამის გამო ჩვენც რო დაგვაჯარიმებენ, მე ვიტყვით რომ თურმე ცუდი ხელისუფლებაა. არა, სანამ მათ აჯარიმებენ უკანონოდ, მანამ უნდა ამოვიღოთ ხმა. მე ამიტომ იმ ადამიანებს გიორგი ნამყოფია, სააკაშვილის ციხეშია ნამყოფი, ხო? ადამიანი, რომელმაც ის გაიარა თავის თვალით ნახა ეს ყველაფერი, ის საშინელებები და მე მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს დაენახა და ფაქტიურად ამან გადაწყვიტა ბევრი რამე. იმ დასავლეთმა დაინახა, რომ ამის მოთმენა უკვე მათ ვაბრალებდი და მეგონა ამას უკვე შენითმენ. ამას უკვე შენ ხარს თუ უჭერ, შენც ესეთი ხარ, ხო? და იძულებული გახდნენ, რომ შეცვლილიყო ხო ყველაფერი. ამას რატო ვამბობ? დღეს როცა იგივე ხდება თითქმის ცოტა აკლია რაღაცეებზე და ამიტომაც გარშემო შეხედეთ ხო ახლა მე მინდა მართლა მომწონს თუ არ მომწონს კაცო მზია ამაღლობელი რა მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ფაქტორით რომელიც არის რა უფრო აშავებს საქართველოს რა უფრო მეტ ზიანს აყენებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ იმ 40%-ს რომ ვიღაცამ ხარს უჭერს სწორად არასწორად თავმნიშვნელობა ხომ უჭერს ვიღაცა და გვაწყობს რომ დავძაბოთ თუ იმასავით რა ქვია ჩვენ ქართველებს ოდითგან მოგვდებს და აბა გმირობა და ვიომოთ თუ როგორ ავქნათ ან ერთხარეს ან სამოქალაქო ომის ხო რამე კი არა ორ ნაწილად რო იყოფა სახელმწიფო და არის დაპირის ანუ აქამდე მივიდეთ კიდე გეუბნებით დავფიქრდეთ ხალხო დემოგრაფიულად ისედაც ძალიან ცუდ დღეში ვართ ურთულეს მდგომარეობა, ურთულესი პროცესებია ჩვენს გარშემო. ორი მონსტრი სახელმწიფო ჯდება, სამხედრო ბირთვული სახელმწიფო და იწყებს სოფლიოში გადალაგება სიტუაციის და ამ დროს რითი ვხვდებით. კაცი, რომელსაც 40% მტრად აღიქვავს და მოღალატე რო ეძახა,
იმას რა ქვია გახარიას მერე ხომ ხელი დაარტყეს და მერე კვერცხირო ესროლეს გიორგი რაც წამოვდა გამოდიან და ამბობენ ეხლა რომ ანუ ამართლებენ პოლიტიკური ნიშნით რომ ეს ყველაფერი მოხდა ეგ კაციო ვინ იყო არავინ არ იყო ჩვენ გავხადეთო რა ქვია ისო რა ქვია პრემიერიცო ჩვენ არავინ რომ არ იყო და თუ არავინ არ იყო და პრემიერობა არ ეკუთვნოდა შენი პრობლემა იყო ხო ზუსტად იყო შენი პრობლემა არა თუ ეკუთვნოდა და რაც გააკეთა და როგორც გააკეთა მერე რომ მოღალატეს თუ ეძახი სტატია წაუყენე მოღალატეობის რაში სახელმწიფოს ღალატზე თუა ლაპარაკი თორე პიროვნულად ვიღაცას უღალატა არ ხდება ასეთ სახელმწიფოში ხალხო არც თქვენ გინდა ცხოვრება არც მე მინდა იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ ამ მდგომარეობაში იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს და ჩათვალოს რომ შენ სამშობლოს მოღალატე ხარ იმიტომ რომ მას უღალატე და არ ხდება ეგრე კიდე გეუბნებით დამთავრდება რა იმ ტრების ასე ვთქვათ ციხეებში ჩასმა ასე იყო სააკაშვილის დროსაც მაგრამ მე როცა შეეხო სულ ყველა მიგძნო რომ ეს თურმე არ ჩერდება ეს მანქანას რომელსაც შექმნით ამას ხარს არ დაუჭერს არც ის ორი ლიდერი დამიჯერეთ ამაში არც ერთი არ დაუჭერს ხარს და ჩვენ აქ მოვძებნოთ უკვე ნიადაგი გავამზადოთ იმისთვის რომ იმათმაც დაინახონ რომ რაც თქვა გიორგი რასაკვირველია როგორც ნაც მოძრაობა დარჩა თავის დროზე ხო და დატოვეს და თან მერე გადააქციეს ეს საშინელებად ის კოჰაბიტაცია თორე ის რომ ნორმალურად ყოფილიყო ის დასავლეთი თქვენ რა გონია თუ კი წაუყენებდით და ბრალს ვაჩვენებდით სად რა იყო არ მიიღებდა გონია მაგრამ იყო რაღაც გარკვეული გარანტიები საჭირო იმისთვის რომ შეიცვალოს ხელისუფლება ზუსტად ისევე დღეს საუბარი იმაზე რომ ბიძინას დავიჭერთ ის ქონებები კარგია ჩამოიტანა და აქ გავგიჟდით სულთლად თუ როგორ არის ხო და დავფიქრდეთ ამაზე მასაც გარანტიები ჭირდება ხო რაღაცის იმის გარანტიები ჭირდება მასაც რომ მართლა სამართლიან სიტუაციაში მაინც იქნება და ეს თუ არ დავალაგეთ და დიდმა ნაწილმა ეს უნდა გავაკეთოთ აი იმ დიდმა ნაწილმა მე ესე ვფიქრობ რომ აი 70% რომელიც მყარი ის არის რა ქვია ოღონდ გაიყო მაქსიმალურად პროპაგანდას წამოეგო ბრაზდება ადამიანი ხანდახან ემოციურად რაღაცას ხედავს და პრაგმატიზმს კარგავს მაგრამ შევხედოთ პრაგმატული პოლიტიკოსები არიან მოსული ხელისუფლებაში ეს იცი რა არის ახლა მე მახსენდება ისევ ჩვენი საქართველოს ისტორია რა ისტორიიდან რომ ვთქვა ახლა ვიღაცამ რო გკითხოს როდის იყო საქართველოს მაგალითად უფრო კარგ დღეში, როდესაც მონღოლების შემოსევა იყო, როდესაც ჯალალედინის შემოგვესია, ტამერლანის შემოგვესია, ოსმალები თუ სხვა რომელიმე თუ სელჩუკები თუ სხვები, ხო? ანუ როდის იყო უფრო კარგ დღეში და ეხლა უნდა იჯდე იფიქრო, გაიგე? აი უფრო მეტად აქ მაგრად არ გვირთხავთ რაღაც ხო, აქ უფრო მარმაგინებდა, მაგრამ აი რაღაც მძალავდა და აი აბსურდია. ამ ორი ცუდ თუ ერთ მხარესაც ცუდი რამ დგას და მეორე მხარესაც ცუდი რამ დგას, ანუ ორ უარეს შორის ნაკლებად ცუდის არჩევა არ უნდა იყოს ჩვენთვის დოგმატიკა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არც ერთი მინდა, არც მეორე და შევქმნათ მესამე. როდესაც თქვენ გიდებენ ტვინში, რომ მარტო ორი არსებობს, ან ერთი, ან მეორე და ეს მუდმივად დაპირისპირებული ძალა, ეს არის აბსურდი. ამას თქვენ უბრალოდ გაჩვევენ. ცდილობენ, ანუ გატყუებენ და ცდილობენ, რომ შეგაჩვენონ, რომ სხვა არ არსებობს, ყოველთვის არსებობს სხვა. როცა მე არც ერთი მინდა, არც მეორე მინდა, მე ვნახულობ მესამე გზას. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, ბოლოს და ბოლოს საკუთარ ცხოვრებას გადახედეთ. თქვენ თუ არც ერთი გინდოდათ რაღაცა ელემენტარული და არც მეორე, თქვენ მესამეს ნახულობდით ყოველთვის და პოლიტიკაშიც ასეა. კარგი ზარი აქვს, ჩვენ ძალიან დიდხანს ვალოდინებთ ადამიანებს ბოდის უხდით. ზარია, შემოუშვით ზარი. ისაუბრეთ. პირდაპირ. დიახ, ისაუბრეთ. გამარჯობა, გამარჯობა. მოგესალმებით. ხო, მე ერთი რაღაცით დავინტერესია. შეესწონ ჩინას საარჩევნო გამოაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს 3 მილიონი ნახევარი ადამიანი. აქედან 60%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, 60% ეს არის 2.100.000. ესე იგი 1.150.000 მიიღო ოცნებამ, 800.000 კოლექტიურმა ნაცნობრაობამ. ასე დაიწერეს, რა ვიცი. ხო და ეხლა იძახიან, რომ აი არჩევნები არ გაყალბდა. то მოსახლეობის აღწერა ჩატარდა ზუსტად შემოდგომაზე არჩევნების პერიოდში. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაფიქსირდა 2.9 მილიონი. 2 მილიონი ნახევარში როგორ არის 3 მილიონი ნახევარი ამომრჩეველი? კი. то 2 მილიონი ნახევარს რომ გამოვაკლოთ 20% არასრულ ტონი დარჩა 2 მილიონი ამომრჩეველი. თუ 60%-მა მიიღო მონაწილეობა, გამოდის 1.200.000.
ხოდა გამაგებინეთ და 1,200,000-დან როგორ მიიღო? გაიყვან ერთმან მეორე, ფოკუსი მიგებია. 100,000 მეორე 800,000. გეთანხმებით. აი გამოაქვეყნეთ, თქვენ გამოაქვეყნეთ. არავინ არ აქვეყნებს კაცოს აღწერის შედეგებს. მოსახლეობის აღწერის შედეგებით პერმანენტი გამოაქვეყნდა. თელი სოფიო გაიგებს არჩევნები ჩატარდა თუ არ ჩატარდა. აი ეს არის რეალური სახე, ესე იგი რომ 2,9 მილიონი არის საქართველოს მოსახლეობა და 3,9 მილიონი არჩევნები როგორ დაფიქსირდა? დიახ, გეთანხმებით. სკოლაში 60% და 1,200,000 მიუღია მონაწილეობა. სკოლაში არ კაი ნიშანი ქონდა შენ, მე ცუდი ნიშანი არ მქონდა მათემატიკაში, მაგრამ ამათი მათემატიკა მე არ ვიცი ახლა. ამათი მათემატიკური დათვლებით მე ვერ ვითვლი, მე მიჭირს დათვლა ეს ამ ხელისუფლებას უფრო ესე ვთქვათ, ელეციფება. ხო, უფრო ჩვევია ხელისუფლებას ესეთი მათემატიკა. გეთანხმებით, რასაკვირველია ახლა ხუმრობით ვამბობთ, გეთანხმებით, რასაკვირველია ჩვენს გვაქვს ეს მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებს ვინ უყურებს, ან ვინ უსმენს. მარტო ამ არჩევნებზე კი არა. წინა არჩევნებზე რო ავიღოთ 2020 წელს რომ ან 2016 წელს რო ჩატარდა. მაშინაც იყო საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ამ მრჩეველთა რაოდენობა იყო 2,300,000 იყო ეგრე მახსოვს და 3,700,000 იყო მოსახლეობა. და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 1,900,000 კაცმა. რასაკვირველია ჩვენ მაშინაც დავთვალეთ და 1,900,000 კაცი არამხოლოდ 1000 კაცი არამხოლოდ არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ამდენი ამომრჩეველი არ იყო დაფიქსირებული რეალურად და ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ არჩევნები ყალბდება კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცა საარჩევნო უბანზე ან შევარდა და ძალით ჩაყარა და მაინც ეს ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ან კომისიის თავმჯდომარე უბნის კომისიის თავმჯდომარე დაათვლის და ბოლოს სხვა ციფრს წერს და ყველას ხელს აწერინებს მარტო ეს არ არის გაყალბება თუმცა ესეც არსებობს რა თქმა უნდა და ვიცით ჩვენ ბევრი ფაქტი მარტო ეს კი არ არის აი ფუნდამენტი რა ჩვენ თქვით რასაკვირველია მე ერთს დავამატებდი გამახსენდა იმაში ერთ-ერთ შუა აზიის იმაში ქვეყანაში არ ვაკონკრეტებ ჩასული ვიყავით არჩევნების დაკვირვებაზე და ნუ მიგვიღო მასპინძელმა ქვეყანამ როგორც ჩვეულებრივ ხდება ამას რატო უყვები ხო ეს წარმოიდგინეთ აქ ჩამოსულების დაახლოებით იგივე მომენტია ხოლმე და პატრიოტებს ეს წაგვიყვანეს როგორც ხდება ყველაფერი და შევედით ამ იმაზე რა ვქი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალურ უბანში ვართ უნივერსიტეტში არის საარჩევნო უბანი და უყურებთ არჩევნები როგორ ტარდება ანუ ყველაზე სამაგალითო ქალაქის ცენტრში ყველაზე ასე ვთქვათ ელიტა მოდის იქ ხმის მისაცემად და მიდის ჩვეულებრივად არაფერი დარღვევა არ არის საერთოდ ახალგაზრდა გოგო ბიჭები იქაც ნელ-ნელა ჩვეულებრივ NGO-ებზე რო გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ზდიან ამ ბავშვებს, სხვა ასწავლიან და რაღაცას ამ იმაში დაინახონ, კრიტიკული აზრი დაინახონ, ხო, ერთ-ერთი მთავარი ჩვენს თემასაც რა ქვია და ნუ რაღაცას ეძებენ, რაღაც დარღვევა უნდათ და ახალგაზრდები იყვნენ და თქვენ რო საქართველოსდან ხართ, აი თქვენს ქვეყანაში თქვენ ამოცდილება როგორი გაქვთ ეს და მე მარტივი რაღაცა უთხარი. დათვალეთ მეთქი წუთში რამდენი ადამიანი გადის. მარტივად მეთქი დავждეთ და 10 წუთში რამდენმა ადამიანმა გაიარა ამის დათვლა შეგიძლიათ. მერე დათვალეთ ბოლოს მეთქი რამდენი ადამიანი იქნება გასული და შეადარეთ საათობის მიხედვით მეთქი შეძლებთ ამდენი გასვლას თუ არა. და აღმოჩნდათ 3-ჯერ მეტი იყო გასულთა რაოდენობა საერთო ჯამში. ამას ატოვებული ეწერა. ხო რომ ამდენი ანუ ასაც აი ეს ბატონი ბძანებდა გაყალბდა გიორგი მაგას ამბობს ფაქტი გითხარით იძახენ აბა და აი ფაქტი ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ ეხლა გამოვიცნოთ იმას რა ქვია ადრე საბჭოთა პერიოდი რო დაირღვა გახსოვთ თქვენ მოთამაშეები იყვნენ 3 ცალის ის ეჭირა სათითე და ამას რა ქვია აქრობდნენ ხოლმე იმ პატარა ბურთულას და დაუმტკიცე შენ იმას რომ შულერია დაუმტკიცე ის რომ იტყვილება ეს თქვა სხვათა შორის დასავლეთმა ჩვენ ეს დავინახეთო რომ ესე მოხდაო და ამას ვამბობდით და ამას დაამატეთ კიდე გაყალბება მარტო ესენი ხო ჩამოვთოთ ისიც რომ ადამიანებს წინასწარ შეუქმნეს განწყობა იმისი რომ პატრიოტთა ალიანსი მაგალითად ჩვენ სერიოზულად ჩვენმა იმ ერთობამ შეაშფოთა იმიტომ რომ არ სურდათ უნდათ რომ იდეოლოგია პირდაპირ ისე შეეთვისებინათ რომ ამ იდეოლოგიის მატარებლები გაექროთ და ეთქვათ რომ მარტო ჩვენ ვართ და მარტო კოლექტიური ნაცია თუმცა იქაც მინიმუმ 2 ხუა გაყოფილი ხო თუ 3 არა, 2 ნამდვილად არის. ხო, იმიტომ გახარიას ნაც ვერაზროს ვერ დაარქმევ.
იმიტომ რომ თვითონ ამბობენ ჩვენ შევქმნით, ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ. ბანკირებსაც ვერ დავარქნა, ის ბანკირებს არიან ცალკე თემა. ის კიდე ცალკე თემაა. ის ბანკირთან, თან იქ ბანკირებთან არსებული პოლიტიკური ადამიანები ვინც არიან, რა პოზიციებს ვინ როდის დაიჭერს, ხო, ეგეც არ ვიცით, ხო? ანუ ამას რატო ვამბობ? ჩვენ გაგვანადგურა სწორედ ამ რა ქვია მიდგომამ და მერე ზეწოლამ იმ ადამიანებს, ვისაც უთხრეს სოციალურები, წარმოიდგინეთ, არჩევნებზე ლაპარაკობ და 600,000 კაცი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში. ხო, ანუ პირდაპირ გაკიდებულია ხელისუფლება ეს ადამიანი. ხო, აი ასეთი ქვეყანა ხომ არ გვინდა. ამას ხო არ ჭირდება ორიენტაცია ამერიკული, რუსული, არ ვიცი, ირანული, აზერბაიჯანული. ამას ჭირდება შიგნით რა გვინდა, როგორ დავალაგოთ და 18-21 წლებში ჩვენ გქონდა ესეთი დასავლეთს გავასწავლეთ ბევრ რამეში. ქალები ყავდა დეპუტატები დასავლეთის ქვეყნებში ძალიან გვიან მიიღეს ეს ამბავი რომ მონაწილეობა მიიღოთ. ჩვენ დეპუტატები ყავდა ქალბატონები. ასეთი ტიპის ქვეყანა ვარ ჩვენ დასავლური აზროვნებას როცა ვამბობთ ქრისტიანული სამყაროს და ვიყავით აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში დაირწა საერთოდ კაცობრიობის აკვანი ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს იმისი რომ ჩვენ ბევრად უკეთესად უნდა ვმართოთ ქვეყანა მაგრამ ამ ბევრად უკეთესობაში ეხლა ის რაც გვაქვს ძალიან სუსტად ვზივართ არ ცნობს კაცო 50 ქვეყანა არ ცნობს შენ ქვეყანას დანარჩენები საერთოდ თავს იკავებენ მაგრამ ის 50 პირდაპირ ამბობს რომ შენთან არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ გაბრაზებულება ვიდა რატო ერევიან ჩვენ საქმეში ის 50 არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყნები სადაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი წასულია და რაღაცა ორ კაპიკს შოულობს და აქ ფულს აგზავნის და დღეს რო შემოგვდის კიდე ერთ-ერთი ექსპორტი ფულის ჩვენი ეკონომიკას რაც ამაგრებს იმათი გამოგზავნილი ფულია და ჩვენ ამ ყველაფერზე ვიჩხუბოთ და ვთქვათ ცუდებია არ მოგწონს თუ წაეთრივნენ აქედან არ შეიძლება ჩვენი ხალხია და ვინ გვინდა რომ შემოვიდეს იმათ მაგივრად პაკისტანელი არაბი ღმერთმა დალოცოს კაცო სულ ყველა ნორმალური ვინცაა რაზეა ლაპარაკი ინდუელი ირანელი და სულ ყველა შემოდის რატო დასავლეთს გავს ეს ქვეყანა თავისი დაცულობით, თავისი ბიზნესის წარმოების რაღაც ფორმების მოძებნით და ამიტომ არიან რომ შემოდიან და არ შემოდიან ისინი, რა ქვია, ბანაკებს კი არ ქმნიან. ღმერთმა დაიფაროს, ახლა აქ მაგი მოაწყდეს კიდე. და თუ არ ვიცით კიდე როგორ განვითარდება ახლო-აღმოსავლეთში სიტუაცია, ძალიან რთული რაღაცეები ხდება. არაფერი არ იხსნება ის პრობლემები, რომელზედაც ვლაპარაკობთ, შვიდობა იქნება, არ ვიცით, იმიტომ რომ რთული სიტუაციაა ძალიან. და ჩვენ რითი ვხვდებით ამას ხალხო? ასეთი ცუდი კარტით, რაც გვაქვს ახლა 40%, 60%-ზე ვითომ გადაკიდებული და არ არის ეგრე, ხო? აგერ ჩვენ ორნი ხო ვართ და კიდე რამდენი ჩვენ ორის გარდაა და რამდენი ჩვენი მეგობარი, ახლობელი, ვინც ფიქრობს, რომ ამ ორის ჭიდაობას ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. ამ ორივეს უნდა უთხრათ, რომ ეგრე არ გამოვა. და მართლაც უნდა ჩატარდეს კიდევაც არჩევნები და მაქსიმალურად უნდა ჩატარდეს ისე რომ სამართლებრივად სწორად იყოს სამართლიანობას ბოლომდე არ ვიცი როგორ შევძლებთ მაგრამ სამართლებრივად გასწორებული მაინც ხო უნდა იყოს რომ კაცმა არ თქვას მე რომ 1,900,000 კაციდან ამომრჩეველი თურმე 1 მილიონი ერთმაც წაიღო და მეორემაც კაცო ხო ფოკუსებს ვატარებთ ხო კი ბატონო ზარი ეთერ შემოუშვით საღამომშვიდობის ისაუბრეთ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ღმერთმა დაწყევლა, შენი არ გწოდნოდეს და სხვისიც არ გაგეგოსო. ზუსტად ასეთი ხელისუფლება ყავს. აი ხო თქვენ რო ბრძანეთ, რომ მაგიდასთან დასხდომა აუცილებელიაო. ნამდვილად გეთანხმებით, რომ აუცილებელია უნდა დავსხდეთ ამ მაგიდასთან, მაგრამ შედეგი მე პირადად ვფიქრობ, იქნება მხოლოდ ის, რომ ჩვენ ისინი დაგვანახმებენ თავის სახეს. თუ რას წარმოადგენენ, თორე ხომ ვიცით ისედაც ეს თავისი სახე. შედეგამდე მივიდეთ არ ამგონია. არა, სახე ხო ვიცით მათი ისედაც ახალს დაგვანახებენ რამეს ჩვენთვის. კიდევ ხელახლა დაგვანახებენ. არა, ვიცით უკვე როგორი სახითაც მოვლენ ეგეც ვიცით, მაგრამ არ უნდა დავждეთ მაგიდასთან? და მაგიტომ გეუბნებით უნდა დავждეთ, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ, იმიტომ რომ თქვენ და მე მაგრამ ბევრმა ხო არ იცის, რატო აძლევენ მაშინ ოცნებას ხმას? ესე იგი ვერ დაინახეს იმათმა რა მათი სახე კიდე. არა, მე მგონი ხედავენ, მაგრამ ჯერ ერთი რამე ვერ დაინახეს, ერთ რამესაც გეტყვით. იმ ოპოზიციაში შეცდომას უშვებენ ძალიან დიდს. და იმიტომ რომ თავიანთი ბუნებით ესე უყურებენ. ისინი ესეთვლიან, რომ აი ჯერ მოვიდეთ რა ჩვენ, ეს გავუშვათ და მერე დავილაპარაკოთ. ეს ხალხი ფიქრობს, კაცო, ეგ გავუშვათ და მერე რო დაილაპარაკოთ, ისე რაღაც არ გამოვიდეს შეიძლება და რატომ ატყვილებ? ჯერ მოდი დავილაპარაკოთ.
აი მოსულის მერე რას ვაკეთებ დავილაპარაკოთ. შევთანხმდეთ, სხვადასხვა აზროვნების ადამიანები შევთანხმდეთ. დავანახოთ, აი ამას როცა შევძლებთ, მაშინ ის ადამიანებიც დაინახავენ და იტყვიან კი ბატონო, აი სულ ყველანი ერთად ვლაგდებით. თურმე ოცნებასა და იმას შორის, რაც მოძრაობას შორის ამხელა სპექტრი ყოფილა და ეს ადამიანები ხმას თუ ამათ ყველანი ერთად ესე მივცემთ, მაშინ ესენი ამ ორს არ მიცემენ იმის საშუალება ქვეყანა დაანგრიონ და აქ იყო სამოქალაქო ომი. ეს დაპირისპირება, რა გვინდა უცხო ქვეყნის დაპირისპირება შიგნით ვინგრევით. ან ომი რა გვინდა კიდე გეუბნებით ის 40% დავიჭირო და გავაქციოთ ქვეყნიდან. ჩვენები კაცო. შეიძლება რო არ ვეთანხმები, აი ცუდი სახე რო არიან და რო ვიცით რაც არიან, მაგრამ ჩემიანია. ქართველია, ქართულად ლაპარაკობს, ქართული აზროვნება აქვს. ქართული, იმიტომ რომ აღება ვინ შევარჩიოთ ხო, ჩამოგითვალეთ, კაცო, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ პაკისტანელი არა. შეიძლება ჩემი მოქალაქეც გახდეს ხვალდაზე, ქართულად ამ ქვეყანას აქვს ეგ მომენტი. და საბჭოთა კავშირის დროს იყო რომ დათვლეთ იყო აქ შემოსული თორე აქ ცხოვრობდა სულ ყველა. მუშთაედის ბაღი ირანელმა აშენა, კაცო, მილიონერი კაცი იყო, მუშთაედი იყო, თვითონ მუშთაედი წოდებაა რელიგიური და ეს ბაღი აჩუქა მერე თბილისს. და ირანელი იყო, მოქალაქე იყო და კაი კაცი იყო და ღმერთმა გაუმარჯოს. მე მას კი არ ვამბობ ცუდს და მაგრამ ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის მასობრივად ატანა და მით უმეტეს ეს ბავშვები გავაქციოთ და წავიდნენ აქედან. და რას მივიღებთ ხო გეუბნებით რა უკვე შეხედეთ კაცო გლოვოში მეზობელს მოვაქვს თქვენთან თუ არ მოვაქვს შეხედეთ ვინ არიან ვინ ტაქსებში ვნახოთ ვინ არიან განა რამეს მოწინააღმდეგე კი არა ვარ მაგრამ ჯერ ჩვენები გავაქციოთ და ის იმათ მივცეთ საშუალება მე ვარ მოწინააღმდეგე კაცო პირდაპირ გეუბნები ოღონდ რის მოწინააღმდეგე ვარ იგივე გლოვურ ახსენე ვოლტი და ის ბიჭო არ შეიძლება ჩემ მეზობლებთანაც ჩემთანაც კაცო რამდენჯერ ვერც ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, ვერც ქართულად ვერ მეტყველებს, გაიგე, რომელ ქუჩაზე იმყოფება და გრო ვერ გიხსნის, გადის ბიჭო 2 საათი, ამოდის მე ეს ყველაფერი უკვე დამთავრებული თემაა, ხო, ანუ როცა რაღაცას უკვე აღარ გინდა უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ ისმის სხვა კითხვა რატომ ვერ დაალაგა სახელმწიფომ, რომ სახელმწიფოში როცა შენ საზოგადოებას ემსახურები, შენ აუცილებლად უნდა ფლობდე სახელმწიფო ენას. აი ეს არის ისეთი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ არ ვიგონებთ ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს მოთხოვნა დგას პირველ ადგილზე. ოღონდ გიორგი, მაგ მოთხოვნას სახელმწიფო რატო არ აკეთებს? იმიტომ რომ მაშინ უნდა მიაყოლოს რომ ასწავლოს კიდევაც ეს პირობებიც ის რაც ხო და მე რაც აი უყურ დააკვირდი რას, ანუ შენ ფაქტიურად საზოგადოება მიატოვე, ხელისუფლება რო ქვია, არ გაინტერესებს საზოგადოებას რა, ვინ ემსახურება, რა სერვისი აქვს, არანაირი კონტროლი არ არსებობს, მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ გინდა ჩაერიო, რომ მე თავი არ აკტკივდეს, რომ ბიჭო, ეგ ხო უნდა ვასწავლო, ეხლა რაღაც კურსები უნდა შევქმნა, რაღაც ფული უნდა გამოვყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საზოგადოება მიტოვებულია, მარტო ამ ასპექტში კი არა, ძალიან ბევრ სხვა მიმართულებითაც არის მიტოვებული და არ შეიძლება კაცო საქართველოში ადამიანი თუ მუშაობს ისეთ ადგილას რომელსაც ქვია თქვა სერვისის მიწოდება ის უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და როცა რეკავ მე გინდა ვოლტში გინდა სხვაგან და ეუბნები რა როგორ შენი კურიერი რას აკეთებს ჩვენი პოლიტიკა ასეთი ანუ ჩვენი იმ კომპანიის პოლიტიკაა რომ ყველა ადამიანს ვაძლევთ უფლებას რომ იმუშაოს და ანუ შანსს ვაძლევთ რომ იმუშაოს და რაღაც თანხა შეიმუშაოს მე არ ვარ წინააღმდეგი რომ თანხა შეიმუშაოს მაგრამ იმაზეც ხო უნდა იფიქრო შენ ვისაც ემსახურები მის კომფორტზე ანუ თუ როგორ სერვისი თავაზობ ამაზეც ხო უნდა იფიქრო მაშინ რატო ქვია შენ კომპანია რომელიც თქვა სერვისს თავაზობს მაშინ სერვისს კი არ თავაზობ შენ უბრალოდ ხან ემსახურები ხან არა იმიტომ რომ ხან მოაქვს და ხან ვერ მოაქვს როგორც გაგეხარდება და ეს უკვე დარღვევაა კანონ დარღვევაა და სახელმწიფო ამას უნდა არეგულირებდეს რასაკვირველია უნდა აკონტროლებდეს თვითონ ხელისუფლება უნდა ადრე ზოგადად იყო ისეთი კონტროლის მექანიზმი არსებობდა მაგრამ მიშას დროს ეს კონტროლის მექანიზმი ნულამდე დაიყვანეს და ამ ხელისუფლებას უბრალოდ ხო როგორც თქვით რა არ უნდა რომ თავი აიტკიოს თორე როგორ უნდა ასე გიორგი აქერ გეტყვი დღეს ჩემს მაგალითზე გეტყვი და რამდენი ეგეთი პრობლემა იქნება მირეკავენ იუსტიციაში შეტანილი მაქვს რომ კორპუსის ჩაბარებაზე საბუთებია მისატანი რომ ჩაბარდეს და არქიტექტურის სამსახურიდან რომელსაც შეცდომა იყო ერთი რაღაც გარკვეული იმაში რაც გავასწორე ოღონდ ჭირდა 3 თვე ამ შეცდომის გასწორებას, იმიტომ რომ ესეა ჩვენთან 4 კვადრატული მეტრი 3000 იმაში რა ქვია კვადრატულ მეტრში ამ დამას აზოვერ სადღაც დაეკარგა.
ბუნებრივია. 1 საათი საქმე იყო, მაგრამ 3 თვის მერე პასუხი მივიღე. მივიტანე და დღეს მირეკავენ და მეუნებიან, რომ აქო წერია 11 სართულიო და სინამდვილეში 10-ია. მეთქი კი, არა, საბუთებში ხო მეთქი 10-ია მოტანილი, კი. 11 შეიძლება შეეშალა ადამიანს. არაო, თავიდან აზრმოა გააკეთეთ, რომელიც დაახლოებით 10,000 ლარი ჯდება, რომ ეს თავიდან გააკეთები. მეთქი თქვენ სახელმწიფო იმიტომ ხართ შექმნილი, რომ ვერ ხვდებით რაზეა ლაპარაკი, ერთ სიტყვაზეა ლაპარაკი, რომელიც ადამიანს შეიძლება მექანიკურად შეეშალოს და ჩაწერა. ასეთი ხო ბევრია. 11 სართული ჩაწერა და 10 იყო. ხალხი მეთქი პირიქით იპარავს, კაცო, 10 უწერია მე-11 სართულზე, მეთქი თან ნახაზები ყველაფერი ხო გაქვთ. აი წარმოიდგინეთ ახლა მე ამას ვეკამათები და მაქსიმალურად ვეცდები რომ სასამართლოც რო დამჭირდეთ გავასწორო, თუმცა ფიქრობ იმედი მაქვს რომ ალბათ მერიაში ამას გაიგებენ, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი რომელსაც ეს არა აქვს ჩემსავით ბრძოლის ეს უნარი, ვერ ხედავს, მართლაც უნდა წავიდეს, თავიდან ფული გადაიხადოს, აი ეს ყველა ეს ხო სერვისია, სახელმწიფოს სერვისი, რომელსაც მე ამისთვის ფულს ვიხდი, გადასახადს ვიხდი. ისევე როგორც გლოვოში ფულს ვიხდი და გადასახადს ვიხდი, ხო, ამ ჩემი იმითი რომ ვყიდულობ. ვოლტში, გლოვოში, ნებისმიერში, ტაქსში, ხო იგივე, ანუ სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, იქ სადაც თვითონ უნდა აკეთებს და სადაც უნდა აკონტროლებდეს. და ასეთი სახელმწიფო რომ არ გვინდა, ამას მიშა და ნაცი და პროევროპულობა უნდა და პროამერიკულობა და პრორუსულობა, ამას სახელმწიფოს გაკეთება უნდა და პასუხის მოთხოვნა უნდა. და ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ ეს პრობლემები, რომელიც პენსიონერებზე ხო ამ მდგომარეობაა, მართლაც სასაცილო ხდება იმ ფონზე, რომელი ფონზეც ძვირდება ყველაფერი. ამ ადამიანებს შენ სახელმწიფო რო ხარ, არ უნდა ფიქრობდე? ბავშვები აგერ სად რა მდგომარეობაში იქნებიან უკვე გოჩა, ბოდიში ჩვენ უკვე გავდივართ. დიდი ბოდიში გადავაცილეთ დრო, სამწუხაროდ ამ გადაცემის ამ ნაწილის დრო ამოიწურა. ჩვენ შევხვდებით დაახლოებით 10 წუთში საინფორმაციო გადაცემის შემდეგ, ჯერ რეკლამა იქნება, მერე საინფორმაციო გადაცემა და ჩვენ სტუმრად გვეყოლება ბრიუსელიდან გიორგი ფოფხაძე. დროებით დაგემშვიდობებით.